Ჩვენს უკან თქვენ ხედავთ იმ სამარცხვინო ფარდას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტმა ჩამოაფარა ჩვენი საზოგადოების წევრებს ჩვენი ძირძველ მიწებს შორის. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არ მიმაჩნია, რომ ეს არის ზოგიერთი ვით არ მიმაჩნია, რომ ეს არის რაღაც გაუგებრობა. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ტერი, ოკუპანტი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას ჩვენს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, ჩვენს თავისუფლებაზე, ჩვენს მომავალზე. ამ შეტევას აქვს სრულიად კონკრეტული მიზანი. ჩვენი სუვერენიტეტის შერყევა, ჩვენი ქვეყნის დასუსტება. ამაზე ჩვენ სათანადო რეაგირება უნდა მოვახდინოთ და მოვახდინოთ ეს შვიდად, მაგრამ ძალიან მტკიცედ და ერთიანად. ამისთვის არსებობს საკონსტიტუციო მექანიზმები. მე მოვიწვიე უშიშროების საბჭო, შევთავაზე მთავრობას ერთად გვემსჯელა ამ საკითხებზე და მე მგონი ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ასეთი მსჯელობა, ასეთი კოორდინაცია, ასეთი შეხვედრები დღეს არის უფრო აუცილებელი ვიდრე როდესმე. ქართულმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ჩვენსა და მთავრობას შორის, ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის არის სერიოზული უთანხმოებები. სერიოზული უთანხმოებები არის ეკონომიკაზე, დანაშაულთა ბრძოლაზე, ნეპოტიზმის საკითხებზე, მაგრამ არ შეიძლება იყოს უთანხმოებები მთავარ საკითხზე. ეს არის საქართველოს თავისუფლება, საქართველოს სუვერენიტეტი, საქართველოს მომავალი. ჩვენ ყველანი ერთნაირად ვართ შერწყმული რუსების ქმედებებით, მე მჯერა რომ ეს ასეა, იმით რომ ისინი სულ უფრო მოიწევენ წინ და რეალურად შეიძლება გავიდნენ და გადაჭრან ავტობანი, მთავარი გზა, შეიძლება მიითვისონ ნავთობსადენი და რა თქმა უნდა ამას აქვს ყოველდღიური ტრაგიკული შედეგები ამ ხალხისთვის, ვისაც სახრავსათეს წაართვეს, მაგრამ ამას აქვს კონკრეტული შედეგები ასევე და გრძელვადიანად დამანგრეველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ძალიან საშიშია ამ ხალხისთვისაც და მომაკვდინებლად საშიში შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოსთვის. ამიტომ ახლა ერთად უნდა ვიმოქმედოთ და ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ. სამწუხაროდ ასეთია დღეს სამთავრობო პოზიცია. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენ ერთად შევცვლით. იმიტომ რომ რუსეთის უკ ცდის რა არის ჩვენი სისუსტე, რა არის ჩვენი უთანხმოებები. სად ვაპირებთ კიდევ უკან დახევას. გრძელი დამცირებების ჯაჭვს დაემატა ის, რომ ნეჩაევს იმ ადამიანს, ვინც ბომბავდა ჩვენ სოფლებს და ქალაქებს, დახოცა ხალხი და რომელსაც ჩვენ დაუზიანეთ თვითმფრინავი, მიანიჭეს უფლება, რომ წაიღო ოლიმპიური ჩირაღდანი. ეს რა თქმა უნდა პროვოკაციაა. და ამიტომ ჩვენ როგორც არაზრუნოს ვჭირდება ამ პროვოკაციაზე ერთობლივ მოქმედება. მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს მართულხარდები, ეს ანექსია ემსახურება ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვას. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. ამას აქვს და ძალიან სამწუხარო რომ ამას ამბობს მთავრობის ხელმძღვანელი. პრობლემა არის რუსეთის აგრესია ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. ამიტომ და ის რომ ბოლო კვირეებში ჩვენ მეტი და თვეებში მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა წაგვართვეს ვიდრე ამ ხეობებში 2008 წლის დროს. ეს უკვე რაღაცის ნიშანია, მაგრამ ბევრად უფრო ფართო რამის ნიშანია, რომ რუსეთი უტევს ჩვენს სუვერენიტეტს, როგორც უტევს უკრაინის სუვერენიტეტს, ლიტვის სუვერენიტეტს, მოლდოვას სუვერენიტეტს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთობლივი ქმედებები. მაგრამ ერთად როგორ ვიმოქმედოთ, როცა ქვეყნის შიგნით ვერ ვახერხებთ ერთიანობას ამ საკითხზე. თუ ქვეყნის შიგნით არ გვაქვს ერთიანობა, ჩვენ მოკავშირეებთან როგორ უნდა გქონდეს ერთიანობა. თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ საქართველოს შიგნით, თავარ საკითხად ვაქციოთ ეს ამბავი. როგორ ვაქცევთ ამას საერთაშორისო თანამეგობრობის თავარ განხილვის საგნად. ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არა ვართ ისე დაყოფილები, იმიტომ რომ ჩვენი დაყოფა არის და ჩვენი სისუსტე არის მტაცებლისთვის უთხარი ნიშანი, რომ მეტად შემოგვიტიოს. მეტად წამოვიდეს შეტევაზე. მიუხედავად ისა, ვის უჭერთ ხარს, ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას, ვინმე სხვას, ჩვენ არ შეიძლება მხარს არ უჭერდეს საქართველოს თავისუფლებას და ერთიანობას. ჩვენი ისტორია გამგვშის არა იმით, რომ ვინ მოიგებს ამ არჩევნებს. ამას შეიძლება იმდენი მნიშვნელობაც აღარ გქონდეს დღეს უკვე. არამედ იმაზე, იმის მიხედვით დავდგებით თუ არა ჩვენი ზიზღის, უთანხმოებების, ქიშპის მზემოთ, მაღლა და ყველანი ერთად გავერთიანდებით ჩვენი საქართველოს, მისი მომავლის, მისი თავისუფლების გარშემო. დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ და მოდით ყველა ერთად ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოს, საქართველოს, მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ამ საკითხში მაინც შეგვიძლია ვიყოთ ერთიანები
მტკიცეები, შვიდები, მაგრამ ამავე დროს ძლიერები ჩვენ ერთიანობაში და თავისუფლებისადმი მტოლვაში.